მოგესალმებით, დღეს გიორგიმ უნდა მოგვიმზადოს ძალიან გემრიელი უზბეკური ფლოვი. ფლოვს მოამზადებს ავღანურ ყაზანში, ამ ქვაბში ძალიან მარტივად იხარშება ხორცი და გამოდის ძალიან გემრიელი. ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ამ შემთხვევაში ჩვენ ვამზადებთ საქონლის ხორცით, თუმცა ბატკნის ხორცით, როგორც იცით, უფრო გემრიელი გამოდის. ქვაბი გავაცხელოთ, კარგად მოვათავსოთ შიგნით ბლომად ზეთი, კარგად რომ გახურდება მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ დაჭრილი ხორცი და შემდეგ უნდა დავამატოთ ნახევარ რგონებად დაჭრილი ხახვი. ხორცი და ხახვი უკვე კარგად ჩაიშუშა, ახლა დავამატოთ სტაფილო წვრილად დაჭრილი, მარილი გემოვნებით, წიწაკა, მწარე და ვამატებთ ასევე მთლიან ნიორს. ამ შემთხვევაში ჩვენ 2 მთლიანი ნიორი გამოვიყენეთ და დავასხათ წყალი იმდენი, რომ ხორცმა შეძლოს მოხარშვა. სრულად არ უნდა დავფაროთ. კარგად მჭიდროდ დავახუროთ თავზე და დაველოდოთ დაახლოებით 9 საათით. სანამ ხორცი მზადდება, ბრინჯი უნდა გავრეცხოთ ბევრჯერ, წყალი უნდა გახდეს გამჭვირვალე. სანამ ბრინჯს დავამატებთ ხორცს, აუცილებელია რომ ამოვიღოთ ნიორი და წიწაკა. შემდეგ ჩავაფინოთ ზემოდან კარგად ბრინჯი, ისე რომ ხორცი სრულად დაიფაროს. ბრინჯს ზემოდან უნდა დავალაგოთ ნიორი და წიწაკა, რომელიც ამოვიღეთ და დავასხათ წყალი, დავამატოთ სუნელები და დავახუროთ თავზე მჭიდროდ. წყალი უნდა დავასხათ იმდენი, რომ დაახლოებით 2 სანტიმეტრით დაფაროს ბრინჯის მასა, შემდეგ ვამატებთ ძირას და კოწახურს. ამ შემთხვევაში მე დაფქული კოწახური გამოვიყენე, თუმცა სასურველია კოწახურის მარცვნები გამოიყენოთ. მარილი უნდა დავამატოთ ასევე გემოვნებით და დავახუროთ მჭიდროდ თავზე. ჩვეულებრივ ქვაბში მომზადების დროს ხორცის მომზადებას შედარებით დიდი დრო ჭირდება, ამიტომ შეგიძლიათ ხორცი შეამოწმოთ ხოლმე, არის თუ არა მზად. ყაზანში მომზადების დროს კი დაახლოებით 15 წუთი დაჭირდა ბრინჯის და ხორცის მომზადებას. შემდეგ კი გადმოვდგით ცეცხლიდან და დავტოვეთ კვლავ 15 წუთით იმისთვის, რომ კარგად მოიხარშოს და მომზადდეს ჩვენი უზბეკური ფლოვი. რადგან ყაზანში კერძი მზადდება მაღალი წნევის ქვეშ, აუცილებელია რომ აირები ამოვუშვათ, იმისთვის რომ ქვაბის თავზე ახდის შემთხვევაში არ მივიღოთ დამწვრობა. უზბეკური ფლოვი უკვე მზად არის, მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.